ალბათ ყველას გაგვჩნია ცხოვრებაში ერთხელ მაინც კითხვა, რას ნიშნავს მეტაფიზიკა. მეტაფიზიკა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს მიღმიერს. ფილოსოფიის ერთ-ერთი უძველესი და ფუნდამენტალური დარგია იგი. ის შეისწავლის ყოფიერების, რეალობის, არსებობის, ცნობიერების, სივრცისა და დროის საბაზისო ბუნებას. მეტაფიზიკა swams ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა: რა არის რეალობა? არსებობს თუ არა მატერიის მიღმა რაიმე? რა არის ყოფიერება? რა განასხვავებს რაღაცის არსებობას არარსებობისაგან? რა არის მიზეზი და შედეგი? როგორ უკავშირდება ერთმანეთს მოვლენები? რა არის პიროვნება? რას ნიშნავს იყოს ადამიანი? გვაქვს თუ არა თავისუფალი ნება? რა არის სივრცე და დრო? არსებობენ თუ არა ისინი დამოუკიდებლად, თუ ჩვენი აღქმის ნაწილია? ტერმინი მეტაფიზიკა არისტოტელეს ნაშრომების შემდგომი რედაქტირებისას გამოჩნდა. ანდრონიკე როდოსელმა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში არისტოტელეს იმ წიგნებს, რომლებიც ფიზიკის შემდეგ იდგა და პირველ საწყისებს ეხებოდა და მეტაფიზიკა უწოდა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ის, რაც ფიზიკის შემდეგაა. მიუხედავად იმისა, რომ მეტაფიზიკა ხშირად აბსტრაქტულ და სპეკულაციურ იდეებთან ასოცირდება, მისი ცნებები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა მეცნიერება, ეთიკა, რელიგია და ხელოვნება. ის გვეხმარება ღრმად ჩაუღრმავდეთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს და საკუთარ თავსაც კი.